მხოლოდ ქართულის რუბრიკის დრო არის და ამჯერად ჩვენს ობიექტივში სრულად ქართული თემატიკით და ტრადიციებით შექმნილი რესტორანი კნეინა მოხვდა, რომელსაც გასულ კვირაში ადგილზეც ესტუმრა BMG-ის გადამღები ჯგუფი და ახლა უკვე დეტალების გასაზიარებლად პირდაპირ ეთერში. თავად რუბრიკის ავტორი თიკო ნატმელაძე გვერდდება. თიკო, დილომშვიდობისა და გისმენთ. დილომშვიდობის ნინი, მივესალმები ჩვენ საქმიან მაყურებელს. როგორც ჩვენ უკვე აღნიშნეთ, ჩვენი რუბრიკის გმირი ქართული რესტორანი კნეინაა და ეს არის სივრცე, რომელიც მართლაც სრულად მხოლოდ ქართული კონცეფციით, იდეითა და შინაარსითაა მოწყობილი. რამდენიმე წლის წინ დამფუძნებლებმა იმ სახლში, სადაც თავად გაიზარდნენ, გადაწყვიტეს, რომ საკვები და ტურისტული ობიექტი გაეკეთებინათ. ლოკაციაც ხელს უწყობდათ გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ და ასე შექმნეს რესტორანი, რომელიც თავიდან ბოლომდე საკუთარი ხელით მოაწყვეს, ძველი ქართული ნივთებით და აქსესუარებით გააფორმეს, თბილისის ისტორიების ჩააქსოვეს და რაც მთავარია, სამზარეულოდ სრულად ქართულ ტრადიციებს მოარგეს. კნეინას შექმნის ისტორიას და კონცეფციას ჩვენი სიუჟეტიდან გაგიზიარებთ და შემდეგ უკვე საუბარს სტუმართან ერთად გავაგრძელებთ. მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. ეს იყო ჩვენი სახლი. ამ სახლში დავიბადეთ, გავიზარდეთ, მე, ჩემი ორი ძმა, ცხოვრობდით მშობლებთან ერთად. ძალიან პატარა ბინა იყო, ქვემოთ ჰქონდა სარდაფი. და 2013 წელს, როდესაც დაიწყო გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია, თავისთავად გაჩნდა იდეაც, რომ დასრულდება რეაბილიტაცია, რა გაგვეკეთებინა. გავრისკეთ და გადავწყვიტეთ, რომ გაგვეხსნა რესტორანი უკვე სრულყოფილი, ზედა ფართი, ქვემო ფართი და საშუალება თუ მოგვეცებოდა გარე სივრცეც აგვეთვისებინა რა. და რისკი დიდი იყო, გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ თავარი რაც ჩავიფიქრეთ თავიდანვე, იყო ის, რომ გახსნილიყო რესტორანი, რომელიც იქნებოდა თავიდან ბოლომდე ოჯახური სტილის. და ჩვენი საოჯახო კუთხე, ეს არის ბებია ჩემი, ბებია ჩემის მშობლები, ბებია ჩემის ბებია და ბაბუა ჩემი, მისი ძმა, მისი მშობლები და უკეთ როგორც გითხარით, ბებია ჩემის დედის საპატვისაცემლოდ დავარქვით კნეინა რესტორანს, კნეინა იყო ნამდვილი ბებია ჩემის დედა. ინტერიერიც ისე მოვაწყვეთ, რომ აი სულ ჩვენი ხეთ, ესეც თავიდანვე ჩავთქვით და დავთქვით მე და ჩემმა ძმამ, რომ ყველაფერი გაგვეკეთებინა ჩვენით. გამოგვეყენებინა ჩვენი ნივთები. ჩემ ძვირფას ყოფილ მოწაფეს და ახლა ჩემ ძვირფას მკურნალს მიტო ჯავახიშვილს სიყვარულით ექვთიმე თაყაიშვილისა და ექვთიმეს ხელმოწერით არის, ხელნაწერებშიც მივიტანეთ, დამიდასტურეს რომ ნამდვილად ექვთიმეს ხელმოწერაა. აქ იოსებ იმედაშვილის ხელმოწერით წიგნი, ეს ჩვენ ოჯახში ინახებოდა. ეს ბუკინისტებში ვიყიდე სტუდენტობის დროს ორლარად. გამიმართლა. ეს არის მე-19 საუკუნის 1869 წლის ამიერკავკასიის სამხედრო ტოპოგრაფიული რუკა, უნიკალური თავის მხრივ, იმიტომ რომ ამ ზომის, ამ წლის გამოცემის რუკა პრაქტიკულად აღარ იძებნება არქივში და შეიძლება შესაძლოა რომ ერთადერთი იყოს. რაც შეეხება რადიოს, რადიოც საკმაოდ ძველი არის, 50-იანი წლების ორიგინალი ნაწილებით თავისი. სამზარეულო ზუსტად ესეთი უნდა ყოფილიყო აუცილებლად. აი მთელი პასუხისგებლობით ვიძახი, რომ აი რასაც მაგალითად სახლში ჩვენ ჭამდით, ხო? აი ძირთად ისინი გვინდოდა რომ წარმოგვედგინა სტუმრებისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ გააკეთებ ისე, როგორც თქვა სახლში აკეთებ, იმიტომ რომ რესტორანს ცოტა სხვა სპეციფიკა აქვს. შეგვიძლია რომ ყველა სტუმართან მივიდეთ, გამოველაპარაკოთ, ჩვენივე ღვინო გვაქვს, ვასინჯებთ აუცილებლად, უცხოა მაგის, აი ვეუბნებით რომ აი ეს თქვენთვის ძალიან უცხო იქნება, ცოტა გემოუცნაური იქნება, მაგრამ კარგია. თუ სურვილი აქვს ხოლმე ისტორიასაც უყურებთ, ეს იმდენად მოწონთ ჩვენს სტუმრებს, რომ ხანდახან პირიქით
მე რო კითხულობენ კომენტარებს თქვა Google-ზე ან სადმე, პირდაპირ მოდიან და აი აქ თურმე ისტორიებს უყვებიანო და თუ შეიძლება ჩვენც მოგვიყევთ თვითონ გვეუბნებიან ხოლმე ხშირ შემთხვევაში. ეს არის მე-16-მე-17 საუკუნის თხოვნე, რომელიც არის აღმოჩენილი აქვე რეაბილიტაციის დროს და როგორც არქეოლოგები, რომლებიც აქ მუშაობენ, ამბობენ, არის ყველაზე დიდი თონე ზომით, რომელიც თბილისში არის აღმოჩენილი. ეს არქეოლოგიური ნივთებიც არის ამ თონეში აღმოჩენილი და ჩვენ სტუმრებსაც ვეუბნები და უყვებით, რომ ეს არ არის მარტო სახლი, არამედ არის ადგილი, სადაც პირდაპირ ისტორიული არტეფაქტები გვხვდება. ეს ჩვენმა ყაზახელმა მეგობარმა, უკვე რომ აწუკვე მეგობარმა დაგვიმეგობრდა თურმე ფოტოგრაფია და გამოგვიგზავნა მე იქიდან გადაუღია აქაურობა და მე ესე ალბომის სახით გამოგვიგზავნა რესტორანს აჩუქა მოკლედ თბილისის ხედები და ჩვენი რესტორნის ხედებიც ასევე. ხოლო ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და საქმიანი დილის სტუდიაში ჩვენი რუბრიკის გმირი, კნეინას დამფუძნებელი ლაშა მამაგეიშვილი შემოვარდა. გამარჯობა. ლაშა დედამშვიდობის, მადლობა შენი დროისთვის პირველ რიგში. თავს როგორ გრძნობთ? დიდი მადლობა, პირიქით თქვენ მადლობა მოწვევისთვის, მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ. ეხმარებით ჩვენსავით მცირე ბიზნესს და აძლევთ საშუალებას, რომ თქვენი მაყურებლის წინაშე წავსგეთ. ასე რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის, ამ არაჩვეულებრივი სიუჟეტისთვის, რომელიც გამოვიდა. ლაშა, კნეინას ისტორია მოვუყევით ჩვენს მაყურებელს სიუჟეტიდან, როგორ შეიქმნა, როგორ მოვიდა აქამდე და რა არის მისი კონცეფცია. თუმცა მინდა რომ ახლა ამჯერად საუბარი დავიწყოთ იმით, ვინ არიან კნეინას ძირითადი მომხმარებლები და როგორ იყო 2025 წელი კონკრეტულად თქვენთვის, როგორ ჩაიარა, ეს არის უფრო მეტად ტურისტული ობიექტი, უფრო მეტად ტურისტებზე გათვლილი, რომელსაც გააცნობთ კნეინასაც და თქვენს ისტორიასაც და რამდენად აქტიურები იყვნენ ეს ტურისტები, რომლებიც ინტერესდებიან თბილისით და მისი ისტორიებით. დიახ, სწორად აღნიშნეთ, რომ ჩვენი სტუმრების უმრავლესობა ძირითადად ჩვენი ქვეყნის სტუმრები არიან. და მინდა გითხრათ, 2025 წელი ძალიან კარგი იყო. შეიძლება ვთქვათ, ეს ჩვენთვის იყო კარგი და ვთქვათ, სხვა ობიექტებიც ეგრე არ იყო, მაგრამ მე ჩვენ შეთხევაზე ვისაუბრებ და ნამდვილად კარგი იყო იმ გაგებით, რომ სტუმრების რაოდენობა მზარდი იყო, თან არეალიც, გეოგრაფიული არეალიც საკმაოდ ფართო იყო, დაწყებული ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, დამთავრებული სამხრეთ ამერიკული ქვეყნებიდან, ევროპულ და DST-ის ქვეყნებიდან აღარ საუბრობთ. ასე რომ საკმაოდ დიდი იყო ტურისტული ნაკადი, კმაყოფილები ვართ ნამდვილად და მინდა გითხრათ, რომ ეს მრავალფეროვნება, რაც ტურისტების და სტუმრების მხრივ არსებობდა, ძალიან სასარგებლო იყო ჩვენთვისაც, იმიტომ რომ მოგვეცა საშუალება, რომ უფრო მეტი ადამიანისთვის გაგვეცნო არა მარტო თქვათ ჩვენი რესტორანი, არამედ მთლიანად ჩვენი კულტურა. თქვი კიდევაც და ვამბობ მუდმივად, რომ ჩვენ რესტორანს აქვს ძალიან ისეთი დანიშნულება. ანუ ადამიანები აქ ჩვენ თვლით, რომ არ უნდა მოვიდნენ მხოლოდ საჭმლის მისართმევად და ღვინის დასალევად. ჩვენ ფიქრობთ, რომ აი ამით რაღაცა ნაწილი წაიღონ ჩვენი ქვეყნის. კულტურის, სტუმართმასპინძლობის, ღვინის თუნდაც მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე, რომ როცა ვთქვათ, ღვინის შერჩევას იწყებენ ჩვენი სტუმრები, მუდმივად ვცდილობთ, რომ გავასიჯოთ აი ეს მაგალითად ქვევრის ღვინო. და სულ ვეუბნებით, რომ აი ცოტა უცნაურია ეს ღვინო, ცოტა სხვა გემოა, თქვენთვის უცხოა, მაგრამ ჯობს გასინჯოთ, იმიტომ რომ საქართველოში ხართ და წაიღოთ აქედან ის ნაწილი, რაც აი ამ თუნდაც ამხელა ქვევრის ღვინის კულტურას აქვს. და ნუ სამზარეულოს დავისდავთ. დაიწყო უკვე 2026-იც მეორე თვე იწურება ლამის უკვე და როგორ დაიწყო ესეც შეგვიძლია ვთქვათ და თან ეს ცნობილი ამბავია რომ ეს პერიოდი ითვლება შედარებით ტურისტულად ნელ შენელებულ პერიოდად. თქვენ შემთხვევაში როგორია და მაინც შეინიშნება თუ არა ტურისტების აქტივობა? ჩვენ შემთხვევაში ახალი წელი ძალიან კარგი იყო ასევე, განსხვავებით ჩარშანდელი ახალი წლისგან, ჯავშნებიც უფრო ადრე დაიწყო ვიდრე წინა წელს იყო და პრაქტიკულად 31-ში და პირველში მთლიანად დაჯავშნილი ჰქონდა
რესტორანი, ну, როგორც ტრადიცია არაფერი არ შეცვლა, შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ აი 10 იანვრამდე სადღაც აქტიური იყო. მე როგორც ხდება ნებისმიერი თქვა ამ სფეროს წარმომადგენელი დამეთანხმება, რომ ეს პერიოდი, ანუ 10 იანვრიდან სადღაც საშუალოდ 10 იანვრიდან თებერვლის ბოლომდე არის დატვირთულობა ნაკლები. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ სულ არ არის. არიან მთის კურორტებზე ჩამოსველი სტუმრებიც არიან, საქმიანი ვიზიტით მყოფი სტუმრებიც არიან და ეს პერიოდი სხვათა შორის განსხვავებით სხვა პერიოდებისგან ქართველი მომხმარებელიც მატულობს რაღაცა დოზით. ასე რომ შემიძლია ვთქვა, რომ კი დატვირთულობა ნაკლებია, რესტორანი მოგებაზე არ მუშაობს ამ პერიოდში, მაგრამ რაღაცა ფორმით თავის თავს მაინც ინახავს. რამდენიმე წელია უკვე ბაზარზე ხართ და ამ წლების განმავლობაში ცხადია აკვირდებით იმ ცვლილებასაც, რაც თუნდაც ტურისტულ ნაკადებში შეიმჩნევა, თუნდაც მომხმარებლის ქცევაში შეიმჩნევა. თქვენ როგორ შეაფასებდით, აი როგორია ეს ცვლილება და აი რა შეიცვალა განსაკუთრებულად ბოლო პერიოდში? კი ბატონო, ჩვენ მეოთხე წელი დაიწყო რაც მუშაობთ, გახსნილები რაც ვართ, თავიდან ძალიან აქტიური იყო, პოსტ-კოვიდური პერიოდი იყო და შესაბამისად უფრო აქტიური იყო DST-ს ქვეყნებიდან სტუმრების რაოდენობა, გასაგები მიზეზების გამო კიდევ იქ რუსეთ-უკრაინის ომმა და ამ ამბებმა კიდევ იმოქმედა იმაზე, რომ თქვათ DST-ს ქვეყნებიდან სტუმრები უფრო მეტი ყოფილიყო. მე რაღაცა პერიოდი მომრავლდა ევროპელი ტურისტების ნაკადი იყო საკმაოდ დიდი, მაგრამ ეს ბოლო პერიოდი აშკარად შეინიშნება უფრო აი აზიიდან და არაბული ქვეყნებიდან სტუმრების რაოდენობა, ჩინელი სტუმრები აი პრაქტიკულად არ ყავდა ხოლმე და 25-ში და უკვე წელსაც ძალიან დიდი რაოდენობით არიან თურქები, ჩვენი მეზობლები აღარ ჩამოდიან პრაქტიკულად ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, არ ჩამოდიან პოლონეთიდან ძალიან იშვიათად. რა თქმა უნდა, ამას ვიძახი მხოლოდ ჩემი რესტორნის გადმოსახედიდან და არა ზოგადად, იმიტომ რომ ზოგადად არ ვიცი რა სურათი არის. და ევროპიდანაც ჩამოდიან, ევროპული ქვეყნებიდანაც ჩამოდიან, ოღონდ ისე დიდი რაოდენობით არა. თვითონ ტურისტული გიდებიც, ანუ ტურისტული კომპანიები და გიდებიც, რომლებთან თანამშრომლობთ, ისინიც აღნიშნავენ ამას, რომ რაღაცნაირად იკლო ევროპიდან სტუმრების რაოდენობა. ეს ხარჯველ უნარიანობაზე რამდენად აისახება? ხარჯველ უნარიანობაზე, რა თქმა უნდა, აისახება და პირველ რიგში აისახება კულტურულ განსხვავებაზე ასევე. აზიელი და არაბი, განსაკუთრებით აზიელი სტუმრები, აი ჩინეთი, ინდოეთი, ნაკლებად ხარჯველია ერთადერთი მიზეზის გამო, ცოტა შამი და პრაქტიკულად არ სვამენ. ანუ ალკოჰოლს არ მიირთმევენ და შესაბამისად, რესტორნისთვის ალკოჰოლს რო არ მიირთმევს სტუმარი, ეს ცოტა არ არის კარგი. ასევე შემიძლია ვთქვა არაბეთის ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებზე კულტურული განსხვავება, ინტერესი ნაკლები აქვთ მაგალითად აი იმაზე, რის გამოც შეიქმნა ჩვენი რესტორანი. ჩვენი რესტორანი შეიქმნა, რომ არა მარტო ქართული სამზარეულო და ღვინო გაასინჯოთ, არამედ გაეცნონ ქართულ კულტურას, ტრადიციებს. პრაქტიკულად ინტერესი ნოლი არის. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვინც შეგხვედრია იმათ მხრიდან ესე იყო და სხვები, აი ევროპელები ძალიან დაინტერესება ევროპა, ევროპას გულისხმობ დასავლეთის ქვეყნებიდან ევროპა, ასევე ავსტრალია, სამხრეთ ამერიკული ქვეყნებიდან, აი იქიდან ძალიან დიდი ინტერესია, არა მარტო სამზარეულოსა და ღვინის მიმართ, არამედ კულტურის მიმართ, ტრადიციების მიმართ და ასე შემდეგ. სხვაობა არის ბოდიში. ტურისტების ნაკადების ცვლილება და მათი წარმომავლობის ცვლილება გასაგებია, თუმცა ამ ეტაპზე თქვენი შეფასებით ქართულ ბაზარზე სარესტორნო ბიზნესისთვის თავარ გამოწვევად, თავარ დაბრკოლებად მაინც რა ისახება? ისევ ჩვენი რესტორნის გადმოსახედიდან ვიტყვი, ჩემი აზრით მაინც ფასები. იმიტომ რომ ჩვენ რო ვიხსნებოდით 3 წლის წინ რო გავიხსენით მაგალითად საქონლის რბილ ხორცში ვაძლევდით 19 ლარს. ახლა ვიხდით 33 ლარს. ანუ სხვა პრაქტიკულად ორჯერ გაიზარდა ფასი. ასევე შემიძლია სხვა პროდუქტებზეც გითხრათ, არის რაღაც პროდუქტები, რომლის ფასებიც მეტნაკლებად არ გაზრდილა, მაგრამ აი ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი რაც არის ხორცი,
ყველი და ასე შემდეგ, იმაზე ფასები საგრძნობად არის მომატებული და მე ვფიქრობ, რომ მაინც ეს არის, იმიტომ რომ ბევრი სტუმარი აქ გარდა ჩვენი ულამაზესი ბუნებისა და კულტურისა ჩამოდის, იმიტომ რომ შედარებით იაფი არის. კვებას ხარისხიანი საკვებია და იაფი შედარებით, რა თქმა უნდა და ეს ხიბლავთ მოწონთ, განსაკუთრებით ზამთრის სეზონში ჩამოდიან ამის გამო და წარმოიდგინეთ რომ თუ ფასები გაიზრდება და ეს აღარ მოხიბლავთ ტურისტული ნაკადი თავისთავად შემცირდება. ამიტომ მე ვფიქრობ ეს არის თავარი გამოწვევა ერთ-ერთი. რა თქმა უნდა არსებობს კიდე ის რომ თქვა კადრების დეფიციტი და რაღაცა მსგავსი, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს ნაკლებად, იმიტომ რომ ჩვენი ეს საოჯახო რესტორანია, მუშაობთ მთელი ოჯახი, მუშაობთ ჩემი მეზობლები, მეგობრები, ყველა მთელი სტაფი, ეგრეთ წოდებული ბოდიში დამსხვრისთვის ვართ ძირითადად ჩვენ სულ ყველა და ამიტომ ძალიან ის უშუალო ურთიერთობა გვაქვს, ის თქვა ჩვენი მიმტანები თუ სხვები ძალიან ის უბრალოდ უშუალოდ ურთიერთობთ ჩვენ სტუმრებთან და ეს მაინც შეიძლება არ აკმაყოფილებენ იმ სტანდარტებს, რაც თქვა მიმტანს მოეთხოვება, მაგრამ ჩვენ თვლით რომ ესეც მოწონთ რაღაცნაირად ჩვენ სტუმრებს და ამიტომ ვაგრძელებთ ეს და ამიტომ ეს კადრების დეფიციტის რაღაცა პრობლემა ნაკლებად გვაქვს. აი სურსათის ფასებზე ვსაუბრობდით და სურსათის ფასების გაძვირება ცხადია მე თქვენს მენიუში წიწორს კერძების ღირებულების გაძვირებას და ეს არამედ მხოლოდ ტურისტებს და ქართულ მომხმარებელსაც აისახება ალბათ, ხო? რა თქმა უნდა, თავისთავად ეგ არის მთავარი პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ კიდე ის თქვა პლუსი გვაქვს, შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ ფარჩი, საკუთარ ბინაში გვაქვს გაკეთებული რესტორანი და ჩვენც ანუ მაგალითად მენეჯერის ფუნქციას ჩვენ ვითავსებთ ხანდახან მიმტანისაც ზარეულის ჯერჯერობით ვერა, მაგრამ ოცნებაში მაქვს და ასე რომ ხარჯი ნაკლები გვაქვს ჩვენ და ამიტომ ფასებს ცოტა ვიჭერთ, შეიძლება ისე ითქვას, რამდენადაც შეგვიძლია. თან არ მუშაობთ მაღალ მარჟაზე, როგორც თქვა ტურისტულ ზონებში არის დამახასიათებელი, ძალიან დაბალ მარჟაზე მუშაობთ შედარებით და რაღაცნაირად მაინც ვინარჩუნებთ ფასებს, თუმცა თავისთავად, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა არის და უმთავრესი. აი თუ პირველი რაც შეიძლება ადამიანს აი ამ სფეროში ვინც მუშაობს გაახსენდეს, ეს არის, რომ არის აი ფასები ძალიან მაღალი, რითიც გვიწევს რაღაცნაირად აი ჭიდაობა. მადლობა ლაშა. წარმატებებს ვსურვებ კნეინას. იმედი მაქვს, ბევრ საინტერესო სიახლეს მოვიკითხავთ თქვენგან. ლაშა მამაგეიშვილი კნეინას დამფუძნებელი იმყოფებოდა ჩვენთან ერთად.